თომა მოციქულის განცხადებული საიდუმლოებანი. კაბადოკიის ღვთისმშობლის ფრესკის აფსიდის ფრესკა პირველი ნახვისთანავე ღვთისმშობლის გამოსახულების ფონმა ფრესკის ამოტეხილმა ფორმამ უმალ საქართველოს რუკა წარმოგვისახა თვალწინ. ღვთისმშობლის ქართული იერი მის სახეზეა წარმოჩენილი. ლურჯ ფონზე მუქი მეწამული კაბით თავსაფრით და ოქროსფერი მეწამული კონტურიანი ნიმბით ღვთისმშობელს მარცხენა ხელით ყრმის თავი მის მარცხენა თვალთან მიაქვს. ასევე მაცხოვარი საგანგებოდ მიუთითებს მარჯვენა ხელით საკუთარ თავისკენ. იმის და მიუხედავად, რომ ისედაც მაცხოვრის თავი დედის თვალწინაა, რაც ღვთაებრივი სიბრძნის ჭურეტის აღნიშნულია, სიმბოლოა. ეს კი ივერიის ფილადელფიის ეკლესიის ქართველი ერის მისიაა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ლაზარეს აღდგინებისა. ქართული ენის ქებაი დიდებაის წინასწარმეტყველებისა. ქებაი და დიდებაის მიხედვით ქართველ ერს უფალმა დააკისრა ყოველი საიდუმლოს შენახვა და გახსნა, როგორც თომა მოციქულს და ამისათვის თქვა მახარებელმან, რამე თუ ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს და ფილადელფიის ეკლესიის მისიისა, მაგრამ ლაზარეს აღდგინება მარიამისა და მართას უფალთა მიგებებით იწყება. მართა სტუმართმეყვარეობის ჭეშმარიტი არსი ვაჟა-ფშაველამ სტუმარ მასპინძლით შემოგვინახა, ხოლო მარიამი ღვთაებრივ ჭურეტას განასახიერებს. სახარების მიხედვით თომა მოციქულს უფალმა დააკისრა დაფარული საიდუმლოებების გახსნა, განგებითა ღვთისათა. ვეღარ მიუსწრო, რათა ჭეშმარიტად განცხადებულიყო, რომ ყოვლად წმინდა ქალწული დედა ღვთისა აყვანებულ იქნა ზეცად ყოვლად წმინდითა ხორცითა მისითა. სახარებიდან და თომა მოციქულის ცხოვრებიდან ჩანს, რომ თომა მოციქული იყო მჭვრეტელი. წმინდა მოციქული თომა დაიბადა ქალაქ პანდეაში, გალილეის მხარეს. მან დაუტევა ყოველივე და მისდევდა მაცხოვარს, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე წინასწარ ცნობდა რა იმის გულის სიწმინდეს და გულსმოდგინებას ღვთისსათნო საქმეთა აღსრულებაში. გამოირჩია იგი 12 თვისთა მოწაფეთა რიცხვთა შორის, მოქცეულად და იმყოფებოდა იგი განუშორებლად იესოსთან, ვიდრე უკანასკნელ ნებამდის. ხოლო შემდგომად აღდგომისა მისისა მაცხოვარი გამოეცხადა კარდახშულთა შინამყოფთა მოციქულთა თვისთა და რქვა მათ, მშვიდობა თქვენთანა. მათთან განგებითა ღვთისათა არა იყო თომა და შემდგომად მიუთხრეს მას, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფალი, გარნა თომას არ არის წმენა მათი და რქვა. უკე თუ არა ვიხილნე სამსჭვალნი მისნი და არა დავხსნე თითი ჩემნი გვერდსა მისა, არასა და ვწმენეს. ეს მოხდა აღდგომიდან მერვე დღეს, კვირა საღამოს, როცა მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი დაკეტილ კარებში შემოვიდა და თომას უთხრა მისულიყო და ხელით შეხებოდა მას. თომა მუხლებზე დაეცა. მაცხოვარს თაყვანის სადა მიმართა. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. მან მოწაფეთა შორის პირველმა აღიარა, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი ღმერთი. იოანე 20:19-29. ესე ვითარითა ქცევითა თომამ ცხადად დაამტკიცა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემდეგ აღდგომისა თვისისა გამოცხადდა არა როგორც მოჩვენება და სხვა ხორცითა, არად იმავე ხორცითა, რომლითაცა იშვნა და იბნო. საუფლოს დღესასწაულები გვერდი 31. ხოლო როდესაც თომა განაგრძობდა ინდოეთის ხალხთა შორის ქადაგებას, ქრისტე მაცხოვარზე დადგა ჟამი ღვთისმშობლის მიცვალებისა, 42 წელსა ქრისტეს დაბადებიდან და ყველა მოციქულები სხვადასხვა მხრიდან ღრუბელთა აღტაცებით სწრაფად შემოკრბეს გეციმანიაში და დაესწრნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიცვალებასა და დასაფლავებას. მაშინ წმინდა თომაც აღიტაცა ღრუბლითა, გარნა დასაფლავებასა ღვთისმშობელისასა. განგებითა ღვთისათა, ვეღარ მიუსწრო, რათა ჭეშმარიტად განცხადებულიყო, რომ ყოვლადწმინდა ქალწული დედა ღვთისა აყვანებულ იქნა ზეცად ყოვლადწმინდითა ხორცითა მისითა. შემდგომ დასაფლავებისა, ქალწულისა მარიამისა, მესამესა დღესა მოვიდა თომაცა და სწუხდა, რომ სხვათა მოციქულთათა არ აღირს იქნა სწრებოდა დედისა უფლისა მისისასა. მაშინ საყეველთაო რწმენითა წმინდა მოციქულებმა გადასწყვიტეს, გაეხსნათ საფლავი ყოლაწმინდისა ღვთისმშობელისა თომას გულისთვის,
რომ ენახა მას გვამი ყოვლადწმინდისა. თაყვანი ეცა და განუგეშებულიყო თავისი მწუხარებისაგან. ხოლო გახსნა რა საფლავი ვეღარ იხილეს უბიწო გვამი მისი, გარდა სუდარისა. შემთხვევით ამით დარწმუნდნენ ყველანი, რომ ყოვლადწმინდა და უმეტესად კურთხეული ქალწული მარიამი აყვანებულ არ ზეცად, ხორცითა, თვისითა, ძისა და ღვთისა მისისაგან. შემდგომ წმინდა თომა კვლავად აღიტაცა ღრუბელმა და მიყვანებულ იქნა ინდოეთში, სადაც აქ ადაგებდა იესო ქრისტეს. ცხოვრება და წამება წმინდისა მოციქულისა თომასი, თბილისი, 1903 წელი, გამომცემელი იოსებ ლეჟავა, ნომერი 13. ამიტომ ღვთის განგებით თომა მოციქულის თავი საქართველოში სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. ტაძარში კანკელზე მარჯვენა მხარის ნიში განკუთვნილია მაცხოვრის ხატისთვის, მარცხენა მხარე კი ღვთისმშობლისათვის. ვგონებ, ძნელი მისახვედრი არ არის რატომ. ბესარიონ მიქავა.